6-თვიანი პატიმრობის შემდეგ კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლოს მხოლოდ საზღვრის უკანონოდ კვეთაში სცნო დამნაშავედ, რისთვისაც გერლიანს 6500 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა მოუწევს. პროკურატურა სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს გაასაჩივრებს თუ არა დღევანდელ გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ გერლიანი ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა საქართველოს სომხეთის საზღვართან დააკავეს. დღეს სასამართლომ დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ დავით ჩაჩიბაიას ნამდვილად არ აქვს ჩადენილი რაიმე სახის დანაშაული, შესაბამისად სასამართლომ გამოიტანა სწორედ ის გადაწყვეტილება, გამამართლებელი განაჩენი. ბრალდების მხარეს წარმოადგენელი იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა დავით ჩაჩიბაიას ბრალეულობას, წარმოადგენილი ყავდა მოწმეები, ნივთიერი მტკიცებულებები, წერილობითი მტკიცებულებები, ასევე ვიდეო მასალა. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და დავით ჩაჩიბაია დამნაშავეცნო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, ხოლო უდანაშაულოდ ცნო კანონიერი ქურდობის ბრალდებაში. ჩვენ რა თქმა უნდა დავველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და შემდგომში ვიმსჯელებთ მის გასაჩივრებაზე.